გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ, როგორც მივხვდით, დღევანდელი ვიდეო იქნება ჩვენს ლეგენდაზე, რომელსაც ბევრ საინტერესო რაღაცას გავუკეთებთ ამ ვიდეოში. ფერის შესვლაზე ვფიქრობ და აი ამ კონკრეტულ მომენტში ჯერ კიდე არ ვიცი რა ფერი უნდა იყოს, თუმცა ამ ვიდეოში ფერიც შეესვლება. ხო, პირველ რიგში ხა უნდა დავიწყოთ ზეთის შესვლით. ქარუ გამოვიძახე, ქარუ მოგეხსენებათ, იცით ალბათ არის კომპანია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გამოიძახოთ ავტო ასისტენტი და როდესაც მანქანა გიფუჭდება და იმის დრო არ გაქვს, რომ წახვიდე და ხელოსნებთან აკეთო, ავტო ასისტენტს გაატან, შენ მშვიდად იჯდები, ან იმუშავებ, ან სახლში დაისვენებ და მოგიყვანს მანქანას გაკეთებულს. ეს ალბათ იცით. თუმცა ქარუს კიდე ახალი სერვისი დაემატა, ეს არის ქარუ მობილი. ანუ როცა ზეთის შესვლა გინდა, ადგილზე მოვა ქარუ მობილი და ადგილზე გამოგიცვლის ზეთს. და აი სწორედ მაგ მომსახურებით ვისარგებლებთ. ახლა მოვა შევცვლით ზეთს და მერე უკვე მივხედავთ ვიზუალურ ნაწილს. და მეგობრებო, ამასობაში ჩვენი ქარუ მობილიც მოვიდა. გამარჯოს. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. ნახოთ მეგობრებო, როგორ შეიძლება გამოცვალოთ თქვენთან ეზოში ზეთი და არ მოგიწიოთ სიარული. თუ კი ამის დრო არ გაქვთ, ან თუ გეზარებათ. მე მაგალითად მაგრად მეზარება მანქანის ხელოსნებთან წაყვანა. და იდეალური გამოსავალია ქარუ. სოსოი რა უნდა ვთქვა, იყიდა ახალი მანქანა, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი BMW. მაგრამ რამდენჯერაც ამ მანქანას ვუყურებ, იმდენჯერ ტვინი მეკაწრება, იმიტომ რომ უბრალოდ არ შეიძლება რომ ასეთმა ლამაზმა ავტომობილმა იაროს ასეთ დისკებზე. და გადავწყვიტე რომ დღეს ეს შევცვალო. მოკლედ, სოსოს ამ მანქანაზე ქონდა ზეთის შესასვლელი. მეთქი მოდი ზეთი შევცვალოთ, პატარა ვიდეოს გადავიღოთ, ქარუ მობილი დავამატე, რაც ადგილზე მომსახურებას თავაზობს ხალხს და ადგილზე შეგეცვლი მეთქი ზეთს შენ ეზოში და ხალხს უთხრათ ამის შესახებ და ბაზარი არაო სოსომ რა და. უბრალოდ თემა იმაშია, რომ სოსომ არ იცის რა მოვამზადე. მე რა მოვამზადე? წავედი ვიყიდე დისკები, რომელიც ყველაზე მეტად უხდება მის მანქანას. ეს არის BBS ლემანსები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, დავარგე კუმოს მაღალი ხარისხის ძალიან საკაიფო საფურავები, რომელიც კარგად მოეჭიდება და მართვის სიამოვნებას მაქსიმუმამდე აუყვანს. გავამზადე ლიქვიმურის ზეთი და ეხა მივდივართ სოსოსთან რომ შევუცვალოთ ზეთი და დისკებიც. ოღონდ საქმე იმაშია, რომ სოსომ არ იცის რომ ეს დისკები ნაყიდი მაქვს, ამიტომ მე სოსო რამენაირად უნდა გამოვიტყუო იქიდან. ამასობაში ჩემი თანამშრომელი შეუცვლის დისკებს და როდესაც დავუბრუნდებით, დახვდება ზეთ და დისკებს შეცვლილი მანქანა. იმედია არ მეტყვის ეს რა გამიგეთება. არა მოეწოდება რა, აუცილებლად მოეწოდება. წავედით. ახალი მოსურია ქაროსის როგორც ჩანს. მანქანაც იგი არიან. რა კაცი გაიჩიტა. ნიკოლოზ. ბარო. ახ. აი არა ვიშ. ბიჭო, აი მეც პატარა რაღაცა ვიდეოს ვიღებ რა. ხო ზეცვლით. ხო, ეხლა ზეთი უნდა შევცვალოთ. ძალიან კარგი. მანქანა როგორ მოგწონს, შენ ეგ მითხარ. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი BMW. თან კუპე. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კაბრიოლეტი რო არ იყიდე და კუპე რო იყიდე. ხო, კაბრიოლეტები დიდად არ მომწონს. მე მაქვს კიდე ერთ-ერთი სათხოვარი შენთან რა. რას ვიღებ ახლა რა? ის მანქანა ყავს წამოყვანილი ცენტრიდან. რაღაც ისა აქვს აქცია აქვს და ხავს უნდა უშავო. წამორე ერთი ჩაჯექი და პატარა შენი აზრიც მითხარი და მოკლე ვიდეოში ჩაერთე რა გეხოცები რა. ოკეი. დავტოვო ხო კამერამენ? კაი. გადაიღებ ხოლაში. სარაკ შეცვლა გადაიღე ზეთის და მიკროფონი თუ გაგჭირდა აგერა. რა სიძახი ძმაო? ოიმე. აუ რა ლამაზია. ნახე განიერი დისკი რო დადგა უკან როგორ შეისვა. აუ რა ძერსკია ბიჭო. აი ვერ წარმოვიდგენდი ეხა ესე მაგრა თუ შეცვლი და დისკები მანქანას. აი როგორც კი დავინახე ეს მანქანა მეთქი ხო არ გადავა. უნდა იდგას BBS ლემანსები მორჩა. მადლობა ძმაო. იმენა მადლობა რა. ჯიგარი ხარ შენ. აუ ძალიან მომწონს. ჯერ ხო ისედაც მაგრამ მომწონდა, მაგრამ ეხა ვაფშე სხვანაირი გახდა. რა სიტყვით? როგორ მოგწონთ?
მე ძალიან მომწონს. Спасибо რა ნიკუშ. იმენა ძალიან ძერსკია. ბიჭო მართლა იმენა ჯიგარი რა. გამისწორე ესეთი кайი. მადლობა ძმაო. გაიხარე, მადლობა. Короче, ეგ არის. დანარჩენი ახლა რაც გითხარი მე ისინი გავუკეთებ და აი ეს დადგება კამფეტი. აგერ შენ ნახავ რა. ეხა ფერი უნდა შევცვალო. ფერსაც თუ შეცვალე. გადავაკრავ ფირს. ცხოვრებაში პირველად სიამოვნებს, როცა მანქანას რაღაცას ვუკეთებ. ეგეთ შეგრძნება ჯერ არ მქონია. ან არ შეყვეთ, შეიძლება. ხო რა. ეხა ნახავთ მეგობრებო. როგორ გამოიცვლება ზეთი აქვე ეზოში ადგილზე. მოკლედ პატარ-პატარა პრობლემებზე შეგიძლიათ გამოიძახოთ ქარო მობილი. და თუ მანქანას რამე სერიოზული პრობლემა აქვს და ასევე ჩემსავით გეზარებათ ხელოსანთან მიყვანა ქაროს აპლიკაციაში შეხვალთ, გამოიძახებთ ავტო ასისტენტს, წაიყვანს თქვენს მანქანას, გააკეთებს და მოგიყვანთ გაკეთებულს. რა ვიცი, მეტი რა გინდათ. მოკლედ ეგ არის დასრულდა, ზეთიც გამოიცვალა. დისკების შესვლაზე დიდად არ ვფიქრობდი და მოკლედ ესეთი მაგარი სიურპრიზი გამიკეთა ნიკამ და აქედანაც მადლობა ვიდეოდანაც. მოგწონს დისკები მომ? ჰა? მაგარია. შენი აზრით, ტანი, ფერზე რა სიტყვი? შევცვალოთ ფერი თუ ეს დავტოვოთ? დავტოვოთ? არასასურველი პასუხია, ჩვენ შეცვლა გვინდა. ხვალიდან წავიყვანთ უკვე ფერის შეცვლაზე. და ახალ სიცოცხლეს შევძენთ ჩვენს მანქანას, იმიტომ რომ ეს ფერი, რავი, აი ვერცხლის ფერი და არ მომწონს, რა გავაკეთო რა. ფირს გადავაკრავთ მოკლედ, ოღონდ ფერი ჯერ კიდე არ ვიცი რა ფერი უნდა გადავაკრა, ადგილზე ავარჩევთ. დღე მეორე მეგობრებო, დღეს მივდივართ ლუქს ავტოში, რომ გადავაკრათ მანქანას ფირი. რა ფერი იქნება ჯერ არ გიტყვით, მე ერთად ნახოთ მაგის შედეგი. და ფარებსაც უნდა გავუკეთოთ პოლირება. მოკლედ ვიხოდებით რა ნენელა. მოკლედ მოვედით მეგობრებო ლუქს ავტოში. აკო აბა გითხარი. რა გვჭირდება იმისთვის რომ შევცვალოთ ფერი და გადავაკრათ ფირი. ზედაპირულად უნდა დავამუშავოთ, მანქანას ცოტა დეფექტები აქვს. მე ხარ რასაც ვუყურებ, ხო, ცოტა დაზიანება, ცოტა სამღებრო ჩარევა შეიძლება დაჭირდეს. უკანა მხარეს. უკანა მხარეს კი. ეშველება. კი, და გამზადება ფირისთვის, რა, რომ ფირზე არ ამოწიოს რამე დეფექტი. შვენიერი, კარგად შენახული მანქანაა. ო, ანუ თავისუფლიანების კვალობაზე მართლა მაგრად არის. კი. კაი, დავაყენოთ, ხო? კი ბატონო. აი გამოვეხა ჩვენი სერვის მენეჯერი, ჩაიბარებს მანქანას და. ოკეი. მოკლედ, აი ჩვენ მაყურებელს რო უთხრათ, კიდე რა სერვისებია ლუქს ავტოში გარდა იმისა, რომ ფირის გადაკვრა შეუძლიათ. ვიწყებთ დაშლა აწყობით, პლასმასის აღდგენით. სავალი არის აქეთ სივრცეში, აქეთ მხარეს გვაქვს სამღებრო სამუშაოები, სადაც მუშავდება და მე არის საშრობი, შეგახედეთ, აქეთ დამუშავების სივრცეა, იქით უკვე სამღებრო ოთახი არის, რომელშიც შეღებიდან 20 წუთში შრება მანქანა. გამოცდილი და პროფესიონალი კადრები გვყავს ამისთვის და ჩვენ ჩართული ვართ ყველა დეტალში. აქეთ გვაქვს უკვე ფირების სივრცე, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს სერვისიდან არ შევდივართ, მეორე მხრიდან შევდივართ, რომ რამე მტვერი არ შევიდეს შიგნით და მანქანაზე დეფექტი არ აღმოჩნდეს. აქეთ გვაქვს უკვე სარობოტე სამუშაოები, საკმაოდ რთული დაზიანება ქონდა ამ ავტომობილს. ანუ ნებისმიერი სირთულის სამუშაოს. ნებისმიერი სირთულის, კი. არცვეთ თავს. კი. კიდევ ერთი სივრცეა, სადაც მანქანა მუშავდება და სამღებროსთვის მზადდება. აქეთ სივრცეში არის უკვე პოლირება. მადლობა მოკლედ. ძალიან დიდი და 10 დღეში აქავარ. გაიხარეთ. ახოთ რა იქნება ერთი სული მაქვს. მოკლედ, ვტოვებ ჩემ მანქანას ლუქს ავტოში და 10 დღეში დამხვდება ახალი სიცოცხლით სავსე და ერთი სული მაქვს, როდის ვნახავთ. ძალიან მაინტერესებს როგორ მოუხდება ის ფერი, რაც შევარჩიეთ ამ მანქანისთვის. და გავიდა მეგობრებო, რამდენიმე დღე ჩემი მანქანა მზად არის, დამირეკეს, მოვედი ახლა ლუქს ავტოში. ერთი სული მაქვს, როდის ნახავ და თქვენს გაჩვენებთ, რა თქმა უნდა. დაშვებით, მოიარე. შენივრად. გამარჯობა. ჩემი შვილია. სიამოვნოა. ო, სად არის, აბა შევიდე. სად არის შევიდეთ? წავედით. აუ, რა გორვაიზე, ოპა. ოვარჩის. ოპა, აუ, რა ლამაზია.
ვაუ. აუ, რა კაია, ბიჭო. არა, ვაღიარო თუ შავი უხდება რა. კი, აი დისკებიც უფრო კაი გამოჩნდა ეხა. აუ, რა კაია. ეხა ამას რამე განსაკუთრებული მოვლა უნდა თუ არაფერი? დამცავი ფირია რა. ან შავი დამცავი ფირია. ჩვეულებრივად დარეცხავ, თუ მიკრონაგაწრებს დაემართება, მზეზე გაიყვან თუ რა ქრება რა. თვით აღდგენადი არის. შვენიერი. შავი ფერი ბევრად უხდება რა სიტყვით მეგობრებო. ჩემი აზრით დისკებიც უფრო გამოკვეთა და ბევრად ლამაზია და უფრო დასტოვინი გახდა. ძალიან მომენატრად ეს მანქანა. ანტარქტიდა მოვიარე იმის მერე აქ რო დავტოვე. და ეხა ჩამოვედი და მიხარია რომ ისევ ჩემს გარაჟში იქნება და ბევრად ლამაზი ვიდრე აქამდე იყო. რა კაია, როგორ მომლატრებია. ეგ არის რა, ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან მომწონს. უღრმესი მადლობა ლუქს ავტოს. შეგიძლიათ თამამად მოიყვანოთ აქ თქვენი ავტომობილი და გადააკრათ ფირი და არა მარტო ფირი, ბევრ სხვა სამუშაოს ატარებენ აქ და თან ძალიან კარგად. მოკლედ, მადლობა ლუქს ავტოს. მადლობა თქვენ რომ უყურეთ ამ ვიდეოს. შევხვდებით აუცილებლად შემდეგ ვიდეოში. დროებით.